ალბატონიშორენა და ბატონივანო მაშინ აი საქართველოში რაღაც დავიგეგმეთ რომ საერთო პროექტი განგვეხორციელებინა და დაახლოებით 2 წლის წინანდელი გეგმა და 2 წლის წინანდელი რაღაც ჩანაფიქრი აი დღეს უკვე ფაქტის წინაშე ვდგებით რომ 27 რიცხვი 27 აპრილს თითეული ამერიკაში მაცხოვრებელი ქართველი და არა მარტო ქართველი ვფიქრობ დიდი მოვლენის მონაწილე და მომსწრე გახდება, რადგან ისეთი თემატიკა, ისეთ საკითხთან გვაქვს სინთეზში, რომ არ ვიცი, თითეული ქართველისთვის ეს იქნება ემოციური და ეს იქნება საკმაოდ ათასური ფაქტი აქ ცხოვრები ემიგრანტებისთვის. თამარ მეფე თითეული ჩვენგანისთვის რა არის საკმაოდ კარგად ვიცით და ასევე ქართული ხალხური ცეკვები რას ნიშნავს საქართველოსთვის, როგორი ჩვენი სავიზიტო ბარათია ჩვენი სახელმწიფოში, ესეც საკმაოდ კარგად ვიცით. სპექტაკლი არის ქორეო მიუზიკ დრამა, დადგმა უпростоრად სპექტაკლი არა, ჟანრობრივად, სადაც თავარი აქცენტირება ცეკვაზეა გაკეთებული და არა თეატრალურ დადგმაზე, არა რაღაცა პოლიფონ არა, მარტო ქორეოგრაფიაზე. დროთა მანძილზე გეგმავთ, რომ აი ეს პროექტი 27 რიცხვის შემდეგ კვლავ დაიწყებს სარეპეტიციო ფორმატში გადასვლას და იქ უკვე დაემატება ქართული ხალხური სიმღერები და უკვე მესამე ეტაპზე თეატრალური საკითხების მოგვარდება და დეკემბრისთვის უკვე მიუზიკლის სახეს მიიღებს. მეფე ვინც გააერთიანა საქართველოს ისტორიულადაც კარგია, ქორეოგრაფიისთვისაც გვიადვილებს საქმეს, რომ ყველა კუთხე ვანახოთ, გაერთიანებული საქართველოს ვანახოთ, ყველა კუთხის პატარა ცეკვა კულტურა ვანახოთ მაყურებელს და ის ბრძოლებიც და ის გამარჯვებაც ვანახოთ მაყურებელს. კონცერტი გაიმართება ბრუკლინ, ნიუ-იორკში, ოშიანას თეატრში და იქნება ქართული ქორეოგრაფია და პატარა თეატრალური დრამა გაერთიანებული. ვცდილობთ, რომ პატარა ახალი შევთავაზოთ ბრუკლინში ცხოვრობ მაყურებელს და ცეკვასთან ერთად სხვა პატარა დეტალების დავამატოთ, რომ სხვა მაყურებელიც დავაინტერესოთ და საქართველოზე პატარა ისტორია მოვყვეთ. მოგესალმებით ნიუ-იორკიდან, მე ვარ შორენა ბარბაქაძე, ქართული კულტურის ცენტრის ფესობის დამფუძნებელი, რა თქმა უნდა, ჩემ მეუღლესთან ერთად, ვანო კოდერძიშვილთან ერთად. 25 წელია უკვე ამ საქმეს ვემსახურებით და თქვენ იმ მოცეკვავე მსახიობს, რომელსაც ნახავთ კონცერტზე და ნახავთ ამ კადრებში, დაბადებული ჯერ არ იყვნენ. თაობები გავზარდეთ, მართლაც, ნამდვილად ღირსეული ქართველი თაობები, რომლებიც ცხოვრების ყველა ასპექტში გვხვდებიან, ყველა სფეროში გვხვდებიან და ისინი ამაყობენ, რომ ფესობის წევრები იყვნენ და იმ წლებს დიდ მადლობას უხდიან, როცა ისინი ფესებში ცხოვრობდნენ, ფესებში გადიოდნენ, ცეკვავდნენ და ერთი ოჯახი ჰქონდა. ამ თაობას რაც შეეხება, წლებია უკვე ჩვენთან ერთად მოდიან, ემსახურებიან ასევე სულით და გულით, როგორც წინა მორბედი თაობები და მიხარია ის, რომ ამ ამერიკულ სწრაფ ტემპში, ნიუ-იორკის ტემპში, სადაც მუშაობენ, სწავლობენ და თან ამასთან ერთად ქართულ საქმეს ემსახურებიან, ეს არის დიდად გასახარებელი, დიდად დასაფასებელი, დიდად საამაყო და მადლობა მინდა გადაუხადო ამ ახალგაზრდა თაობას, რომელიც უკვე დაპროფესიონალდა ფესებში. სულპაჭუკები იყვნენ, ამხელები მოსული, ამხელები მოვიდნენ და დღეს დაფრინავენ. ფრინავენ სულით და გულით ქართულ საქმეს აკეთებენ და მიხარია, იმიტომ რომ ამისი საწყისები მე და ჩემი მეუღლე ვართ და დღეს კიდევ ჩვენი შვილები შემოგვიერთდნენ. არა დღეს, მაგრამ როგორც ქორეოგრაფები, ისინი დღეს ამ პროექტის მთავარი ქორეოგრაფები არიან.
4 შვილიშვილი დადის შორენასთან, ნატალი ბედიაშვილი, ქეთო კობახიძე, კესარია კობახიძე და კოსტა კობახიძე. უკვე 21 წელია ამერიკაში ვცხოვრობ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საქმე და ქართული ცეკვა. ძალიან მადლობლები ვართ შორენა ბარბაქაძის, გიო გოდერძიშვილის, ჯურხას, ივანოსი, რა ვიცი, ამათმა შექმნეს ქართული ეპოქა ამერიკაში და დიდი მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის. ძალიან მაგარ შოუს ელოდეს, არ არის ეს მარტო ცეკვის კონცერტი, არამედ ძალიან განსხვავებული სანახაობა იქნება მთელი საქართველოს, მთელი ამერიკისთვის. ძალიან მაგარ შოუს ელოდეს და გელოდებით 27 აპრილს და 11 მაისს. მარიკო გრეჭიანი ვარ და ვემზადებით კონცერტისთვის აპრილ 27-ში დიდი სიამოვნებით. მე ვარ ნატა ბედიაშვილი და ვემზადებით დიდი კონცერტისთვის. ყოველდღე აკვატარებ 24/7-ზე, ძალიან ბევრს ვშრომობთ. და სულ გიო გოდერძიშვილის დამსახურებით ვემზადებით მაგრამ და გელოდებით. გამარჯობა, მე ვარ გიორგი ვაჩიბერაძე და ცეკვა ფესვებში 12 წელია. ვარჯიშობ 5 თვეა უკვე. მე მქვია ნათია კეისი და დღეს ვარ ახლა ფესვებში. აქ მე სულ აქ ვარ მე, ძალიან მიყვარს ფესვები და ყველა მინდა რომ ფესვებში მოვიდეს. ვარ ლიზი მელითაური და ყველას ვთხოვთ ჩვენ კონცერტზე 27 აპრილს კვირას 5 საათზე გელოდებით. თამარ მეფეზე არის ამხელა მუსიკალი, ძალიან ვიშრომეთ და იმედია ყველა მოხვალ. რავი ნადირაშვილი ვარ. მე მონაწილეობას ვიღებ ამ კონცერტზე, თამაშობ გიორგი მეფეს. გიორგი მასწავლებელმა რო დამირეკა და მაჩუქა ესეთი თეატრალური მონაწილეობა ესეთ უმაგრეს კონცერტზე მაგარი გამიხარდა. გელოდებით საოცრება სპექტაკლი გელოდებათ. ამ რეპეტიციებზე იმდენ შრომობთ და იმდენ სისხლსაც და ოფსაც ღვით და გელოდებით კონცერტზე რა. გელოდებით 27 აპრილს.